ძალიან მნიშვნელოვანია ტელეკომპანია Trialeti, რომ მუშაობდეს ამ რეგიონში. ხალხო და ბოლომდე უნდა დავდგეთ და რაც შეეხება გორის მოსახლეობას და მთლიანად ამ რეგიონის, ესე იგი, თუ ამ ძალადობაზე დავხუჭეთ დღეს თვალი, ადგილობრივებმა განსაკუთრებით უნდა აჩვენოთ ძალა, არაფერს არ უნდა გეშინიოთ ხალხო. ამა თვითონ ეშინიათ, იმიტომ მიდიან ესეთ რეპრესიებზე. ხო და გამოდით, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ თუ მიიღო ამან აი ესეთი დაუსრულებელი ხასიათი, რომ ვეღარ შეაკავებს ვერაფერი, თქვენ ვერავინ ვეღარ გიშველით, ვერც საკუთარი თავი და ვერც სხვა. თქვენ უნდა დადგეთ უსამართლობის დანახვისთანავე, ამ სისასტიკის დანახვისთანავე, უნდა გამოდიოდეთ გორის ცენტრალურ მოედანზე და ითხოვდეთ დაასჯას ამ მოძალადე პოლიციელებს. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ ადგილობრივი, როგორ ვთქვა, შემაკავებელი ამ ძალადობის. თქვენ უნდა ზრუნავდეთ თქვენ თანამოქალაქეებზე პირველ რიგში, არ უნდა უტარებდეთ ამ უსამართლობას ეს. ადამიანი იყო არც პოლიტიკური არის, არც ჩართული არანაირ აქტივიზმში, ასე ვთქვა, არც პოლიტიკური პარტიის წევრი, არაფერი. ჩვეულებრივი ბანკის თანამშრომელია, რომელიც ოჯახურ ბიზნესთან იდგა, მოაწყდა უცბად პოლიციის მანქანა, ამან უსაყვარდა რატო ლამის იყო ფეხზე გადო, როგორც მე ვიცი. და როგორც ყველა ყვება ასე ზუსტად თვითმხილველი ვინც იყო. ანუ იმის თქვა მინდა რომ ჩვეულებრივ ადამიანებს მარტო ჩვენ კი არა. მე მაგალითად ციხეში ვიჯექი 5 დღე. სხვაც იჯდა. ქალები, გოგოები, ანუ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში შემკავები. არ უნდა უტარებდეთ ასე. ანუ დღეს რატო არ დგას აქ ათასობით ადამიანი? მე ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში თქვენი მხარე, თქვენ უნდა დაიცვათ აქ სამართლიანობა და წესრიგი ბანდიტი პოლიციელებისგან. თქვენ როდესაც აჩვენებთ ძალას, ისინი დაიხევენ უკან. ეგენი არიან მხდალი, ლაჩარი, არაკაცები, რომლებიც სათანადოდ დაისჯებიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს საბოლოო ჯამში, იმიტომ როგორც ჩანს თვითონ ქართული ოცნება, არაქართულ ოცნებას ვეძახი მე, საკმაოდ შეშფოთდა, იმიტომ რომ იმდენად აღვირახსნილ ძალადობას უყურებდა ხალხი იმაში პირდაპირ ეთერში. ასე რომ წარმატება მინდა უსურვო ტელეკომპანია Trialeti, რომელიც ისტორიის დაბადებიდან ვიცი, ასე ვთქვათ, თქვენი დაფუძნებიდან უყურებ თქვენ იმას რა ქვია მოღვაწეობას, მუშაობას და მინდა გისურვოთ სიმტკიცე და არ შეეპყროთ არაფერს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით.